მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მოგვიყვანეს Jeep Wrangler Rubicon-ი. პატრონმა გითხრა, რომ მანქანა ცივზე მუშაობს გამართულად, არანაირი პრობლემა არ აქვს, ხოლო ცხელზე აქვს პრობლემა, ანთებს check engines და მოცურებას, რის შემდეგაც მანქანა გადადის ავარიულში. შევამოწმეთ და ვნახეთ, რომ იყო ძრავის ცეპი გაწელილი, ასევე ვანუსებიც იყო ცუდ მდგომარეობაში, შევცვალეთ ძრავის ცეპი, ახალი რევკომპლექტი დავაკენეთ, შევცვალეთ ასევე ვანუსები, ასევე შეიცვალა გიდროტალკატელები და სხვადასხვა ცვეთადი დეტალები, რაც აქვს ძრავში. ამის შემდეგ დავქოქეთ მანქანა, ვნახეთ ცხელზეც, ცივზეც, ადგილზე კარგად მუშაობდა ყველაფერი, ხოლო როცა გავიარეთ, ცუდ გზაზე სიარულის მომენტში, ან იამაში ჩარტყმის მომენტში, მანქანა ისევ ანთებდა ეგრეთ წოდებულ ჩეკს და მოცურებას. შევამოწმეთ და ვნახეთ, რომ სხვადასხვა ბევრი დაჩიკი იყო წყობიდან გამოსული, ბევრი დაჩიკის პრობლემა დაწერა. ახალგაზრდის მიხედვით ვნახეთ, რომ ამ ყველა დაჩიკს ჰქონდა ერთი მინუსის კაბელი საერთო. ძრავის კომპიუტერიდან ასე ვთქვათ, შევამოწმეთ მინუსის კაბელი წყვეტა ხო არ ქონდა სადმე, ყველა დაჩიკთან მიმავალი კაბელი უწყვეტად სიგნალის უწყვეტად იძლეოდა. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ ძრავის კომპიუტერში შემავალი შტეკერი, ერთ-ერთი პინი იყო გადიდებული და მოძრაობის მომენტში კარგავდა სიგნალს. ან წყვეტა ქონდა პინს, ერთმანეთში პინებს. ეს პრობლემას მოვაგვარეთ, დავქოქეთ მანქანა, გავსინჯეთ ცხელზეც, ცივზეც, ცუდ გზაზეც, ყველანაირად გაიმართა მანქანა, აღარანაირი პრობლემა აღარ აქვს.